რა ქაოსებს საუბრობთ, სად არის ქაოსური განაშენიანება? ასეთი განცხადება გააკეთა კახაკალაძემ თბილისში არსებულ მშენებლობებზე და განაშენიანებაზე, რომელიც წლებია ურბანისტების კრიტიკის საგანია. როგორც კახაკალაძემ აღნიშნა, საცობებს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, რასთანაც მშენებლობა კავშირში არ არის. მის შეფასებით ქალაქის განვითარება ხდება გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც 2019 წელს მიიღეს, ხოლო პროექტები, რომელიც ურბანულად საერთო ხედვას ეწინააღმდეგება, ისინი არ ხორციელდება. როგორ ვითარდება ქალაქი ბოლო წლებში, რამდენად ვუშვებთ ამ კუთხით ურბანულ შეცდომებს და რას არ ან ვერ ხედავს ქალაქის მერი. თემაზე ურბანისტთან ანა ბიბილაშვილთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს, რომელიც საქმის კურსის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ანა, მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. თქვენ როგორც ურბანისტი, სად ხედავთ ყველაზე მეტად ქაოსურ განაშენიანებას ქალაქში? სად ჩანს ეს ყველაზე მკაფიოდ და რატომ ვერ ხედავს ამას ქალაქის მერი? იმიტომ რომ ამ კუთხით კრიტიკა ხშირად ისმის, როგორც საზოგადოების, ისე ურბანისტების მხრიდან, თუმცა როგორც ჩანს კახაკალაძე საწინააღმდეგო სამტკიცებს. მოგესალმებით ანა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდი გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და ვისაუბროთ რა არის ქაოტური განაშენიანება და რატომ ვეძახით თბილისში მიმდინარე მოვლენებს ქაოტურ განაშენიანებას. ეს ხდება, როდესაც თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც შეიმუშავეს, იცვლება იმ შემთხვევაში და ყოველ ჯერზე, როდესაც დეველოპერს ამის სურვილი აქვს. ანუ თბილისის გენერალური გეგმა, როგორც დოკუმენტი, საკმაოდ კარგი დოკუმენტი იყო, როდესაც შემუშავდა და მას რომ გაყოლოდა ქალაქი, დღეს გაცილებით უფრო მოწესრიგებული ქალაქი გვექნებოდა. მეორე საკითხი, რაც შეეხება რა კავშირშია მშენებლობა და სატრანსპორტო პოლიტიკა, ეს არის პირდაპირ კავშირში. საქალაქო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები არ იცხოვრებდნენ ქალაქში და ზოგადად ქალაქიც არ იარსებებდა ამ შემთხვევაში. ამიტომაც, როდესაც რაღაცა შენდება, იმ მშენებლობას მოყვება დასახლება ადამიანების ან დასაქმება ადამიანების, მოძრაობა ქალაქში ადამიანების და ეს მოძრაობა იწვევს სწორედ გადაადგილების აუცილებლობას ან პირადი ავტომობილით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან რაიმე სხვა საშუალებით, თუნდაც ფეხით. ამ დროს რა ხდება თბილისის შემთხვევაში? საზოგადოებრივი ტრანსპორტი კრიტიკას ვერ პასუხობს, არაერთი დაპირება მოვისმინეთ ძალიან ბევრჯერ ბატონი კალაძისგან, მაგრამ არც ერთი არ შესრულდა. ვერ პასუხობს კრიტიკას ის პრინციპები, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარიანობა უნდა გაზრდილიყო, ანუ სხვადასხვა დერეფნები უნდა გაჩენილიყო, ესეც რა თქმა უნდა არ შესრულდა, სულ რამდენიმე მცირე მონაკვეთები გაჩნდა, რომელიც ფიზიკურად ვერ აგვარებს სიტუაციას. პარალელურად ვხედავთ იმას, რომ ერთის მხრივ ქალაქი კიდევ უფრო მჭიდროდ განაშენიანებული ხდება, განსაკუთრებით მჭიდროდ განაშენიანებულ ადგილებში. მეორეს მხრივ გვაქვს ქალაქის გარეთ, ესე ვთქვათ, დასახლებული არეალების გარეთ ფერდების განაშენიანება, რომელიც ცალკე დამატებით პრობლემას ქმნის ქალაქისთვის, მაგრამ ისევ უბრუნდებით იმ საკითხს და რაზეც ვაკრიტიკებთ ხოლმე ხშირად მერიას და ამას გავაგრძელებთ ყოველთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ვხედავთ, როდესაც ჩნდება დეველოპერის ინტერესი, მშენებლის ინტერესი, კონკრეტული ბიზნეს ინტერესი და ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია თქვენ სტუდიაში პირადად თქვენთან კონკრეტული პროექტები არსებობს, როდესაც ქალაქის გენერალური გეგმა შეიცვალა, ჩაასწორეს, ჩააკორექტირეს, შეცვალეს სრულიად გეგმის პრინციპის საწინააღმდეგოდ. ეს არის მშენებლობის დარგის განვითარებას რეალურად არავინ არ ეწინააღმდეგება, ამ კუთხით აკეთებდა აქცენტს თვითონ კახაკალაძე ინტერვიუს დროს, მაგრამ მინდა განვმარტოთ კარგად მათ შორის მაყურებლისთვისაც. როდესაც მრავალსართულიანი კორპუსები შენდება, მაგალითად ვიწრო ქუჩებზე, სადაც ინფრასტრუქტურა არ იყო იქამდე გათვლილი მსგავს დატვირთვაზე. საბოლოო ჯამში რა შედეგს ვიღებთ გრძელვადიან პერსპექტივაში? ეს რეალურად, როდესაც მათ შორის ქალაქის მთავარი დოკუმენტი გენერალური გეგმა მუშავდებოდა, მაშინაც ჩართული ადამიანები ვინც იყვნენ, რეალურად ეს ნაწილიც იყო გათვლილი, თუმცა გეგმა საბოლოო ჯამში იცვლება და ამის კორექტირება ხდება წლიდან წლამდე. რა შედეგს ვიღებთ და თქვენ კარგად იცნობთ თბილისს და სად გვაქვს ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ კუთხით, როგორ ფიქრობთ, მათ შორის ჩვენ ხედავთ ახალ პროექტებსაც, რომელიც ანონსდება ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი სიხშირით. მე კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ, კონკრეტული არეალების, ეს არის ვაკე-საბურთალოს ტერიტორია, ეს არის კონკრეტული ტერიტორიები, რომლის განვითარების იდეაზეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის ლაგუნავერის ტერიტორიაზე, მათ შორის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რომლის
არეალიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც ძალიან პრობლემური დიდი პრობლემის მატარებელია, მათ შორის იმ დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც მეტნაკლებად გადაიწია ან შეცვალეს, მაგრამ თითეული განაშენიანება, რომელიც იგეგმება, უნდა მოერგოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ჩვენ ქალაქის გზების სისტემას ვერ შევცვლით ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაცას მოუნდება, რომ იმ ადგილას ააშენოს მაღალსართულიანი შენობები ან მჭიდროდ განაშენიანებული შენობები. ისევ კავშირზე რომ ვუპასუხოთ რა კავშირია თუ რაღაც ადგილას გაჩნდება რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი სადაც იცხოვრებს პირობითად 1000 ოჯახი ან 500 ოჯახი იმ 500 ოჯახს დასჭირდება პირობითად 500 მანქანა ან თუნდაც 300 მანქანა თბილისის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია პირადი ავტომობილების ფლობის ამ ავტომობილებს ყოველდღე ეს ავტომობილები უნდა მივიდნენ იმ ტერიტორიაზე და უნდა გამოვიდნენ იმ უბნებიდან, ხომ? შესაბამისად, იმ უბნის გარშემო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაიტვირთება ამ ოდენობის ავტომობილებით და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდება. Როგორ უპასუხოს ქალაქმა ამ გამოწვევას არის ეს გენერალური გეგმა და არის ეს, რომ გენგეგმას ყოველ ჯერზე არ შეიძლება გადავუხვიოთ. გენგეგმა იყო დაანგარიშებული დოკუმენტი, მაგრამ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, გენერალური გეგმა მისი მიღებიდან დღემდე იმდენჯერ შეიცვალა, თქვენ შეგიძლიათ ყოველ კვირეულად, როდესაც საკრებულო იკრიბება და გენგეგმაში ცვლილება შეაქვს, თვალი ადევნოთ, რამდენი ცვლილება შევიდა. მათ შორის იმ არეალებში, რომელიც არის მჭიდროდ განაშენიანებული, კიდევ დაემატა საცხოვრებელი კორპუსები, კიდევ დაემატა განაშენიანება, შესაბამისად, კიდევ დაემატა დატვირთვა. ეს არის ქაოსი, რომელზეც ვსაუბრობთ. ქაოსი არის ის, რომ საკრებულოში ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ გენგეგმაში ცვლილებები შევითეს, არც ერთ შემთხვევაში გენგეგმის ავტორებთან კონსულტაციას არ გადიან. ეს არის ქაოსი. როდესაც პროფესიონალებმა შეიმუშავეს დოკუმენტი, როგორ გადავარჩინოთ ეს ქალაქი, პირდაპირ მნიშვნელობით გადასარჩენია ეს ქალაქი, თავისი მთელი ეკოლოგიური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამო და იმ ქაოტური მშენებლობის გამო, ნამდვილად ქაოტური მშენებლობის გამო, რაც ქალაქში ხდება. ჩვენ გვესმის ხოლმე ხშირად, როდესაც გენგეგმის დოკუმენტში ცვლილებები შედის, არგუმენტი ყოველთვის ეს არის, რომ გენგეგმა არის ცოცხალი ორგანიზმი და მასში ცვლილებები უნდა შევიდეს, მუდმივად ამაზე ხდება აქცენტის გაკეთება. თუმცა ისიც გვახსოვს, რომ კახაკალაძის მერად მოსვლიდან მალევე თბილისში კაური კოეფიციენტების გაყიდვა აიგრძალა. ამ კუთხითაც პრაქტიკა ძალიან საინტერესოა. რამდენად სრულდება, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს აკრძალვა თუ ბიზნესმა გზა მაინც იპოვა, რომ გარკვეულწილად თავი აარიდოს ამ რეგულაციას, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანი პრობლემა იყო წლების განმავლობაში. ჩვენ ამ განცხადებას ძალიან დადებითად შევხვდით თავის დროზე, იმიტომ რომ კაური კოეფიციენტს თავისი მიზეზი აქვს და ესეც რა თქმა უნდა დაანგარიშებული იყო გამჭიდროვება, როგორ შეიძლება ამა თუ იმ ადგილას მოხდეს განაშენიანების, თუმცა ბიზნესმა გზა იპოვა, არა ბიზნესს გზა უპოვეს და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შევიდა, რის საშუალებითაც უბრალოდ ბევრად ძვირია კაური კოეფიციენტის მომატება, ვიდრე იყო მანამდე. კაური კოეფიციენტები იზრდება და იზრდება საკმაოდ ოდენობით და ინტენსივობით, ზოგჯერ ორმაგრდება არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ტერიტორიაზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი არის პირობითი მაჩვენებელი დაუშვათ 3 და ხდება 6 ან 10 ან 12. შესაბამისად, რომ წარმოვიდგინოთ 10 სართულიანი შენობის ნაცვლად შენდება 20 30 და ასე შემდეგ და ვღებულობთ უკვე სათამბჯენების სისტემას, რომელიც დამატებითი სერიოზული საფრთხე არის ქალაქისთვის. ანა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელია ბოლო წლების ყველაზე დიდი ურბანული შეცდომა თბილისის განვითარების ნაწილში რომ შევხედოთ? აი ამ კუთხით საინტერესო იქნებოდა თქვენი დაკვირვება, არაერთი პროექტი გვინახავს და არაერთ პროექტთან დაკავშირებით შეფასებები გაგვიკეთებია. რომელ პროექტს შეაფასებდით, რომელმაც ამ კუთხით განვითარება ძალიან, ასე ვთქვათ, უკან დაწია ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებაზე მაქვს საუბარი?
გასაგებია თქვენი კითხვა. ერთის გამოყოფა ძალიან რთულია, იმიტომ რომ შეცდომის კომპონენტები არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ გამოვყოთ სამი ასეთი პროექტი შეცდომის კომპონენტებიდან. ერთ-ერთი არის გმირთა მოედნის არეალის სამშენებლო განვითარება და ეს მხოლოდ ლაგუნავერის არ ეხება, მეორე მხარესაც ადამიანების სისტემაა დაგეგმილი, ცირკის მოპირდაპირე მხარესაც ფერձეც ადამიანები, რამდენიმე ადამიანია დაგეგმილი. ანუ ამ ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი განვითარებას აქვს თავისი რამდენიმე კომპონენტი ხარვეზი, რომელიც მომავალში შეუძლებელს გახდის ამ გარემოს გამოსწორებას და ერთ-ერთი პირველი უმნიშვნელოვანესი კვანძია ქალაქისთვის. ესე დავარქვათ, უმთავრესი სატრანსპორტო მიმართულებით და ძალიან ბევრი კულტურული მიმართულებით და ძალიან ბევრი მიმართულებით, ეკოლოგიური მიმართულებით. მეორე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, ეს არის იპოდრომის ტერიტორიის განვითარება, მათ შორის შედის თვითონ იპოდრომის ინფორმით განვითარება, რომელიც დღემდე ხდება და არასოდეს არ დასრულდა რეალურად დაზიანდა ლანდშაფტური არეალი და იმ იპოდრომის მიმდებარე ნაკვეთზე უკვე ასევე ცათამბჯენების სისტემის შემოთავაზება, რომელიც გამოიწვევს კიდევ დამატებით სატრანსპორტო ნაკადების გაზრდას და ეკოლოგიურად ძალიან შეცვლის იმ არეალს და მესამე პროექტი ეს არის საკონჩინენტებელი ქარხნის არეალი, რომლის მიმდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეუსაბამოდ შეუძლებელია, რომ მოერგოს იმ განვითარებას, რომელიც შემოთავაზებულია და ამაზე არავინ არც საუბრობს, არც ფიქრობს. თვითონ პროექტში წარმოდგენილია რაღაც აბსტრაქტული სატრანსპორტო ანგარიშები, რომელიც ფიზიკურად ვერ განხორციელდება ისე და რაც მთავარია, გენერალურ გეგმაში მოცემული იყო 800 ჰექტარი ბრაუნფილდების ტერიტორია, რომელზეც გენერალურმა გეგმამ თქვა, რომ ბრაუნფილდების ტერიტორია უნდა იყოს გამოყენებული ქალაქის გამწვანებისთვის. ჩვენ ეს დაანგარიშებული იყო ბრაუნფილდების 800 ჰექტარი, ნაწილობრივ უმეტესი წილი არის კერძო საკუთრება, მაგრამ გენგეგმამ ამაზეც რეკომენდაცია გასცა, რომ ეს მიტოვებული ფაბრიკა ქარხნები იქნება თუ ასე შემდეგ ტერიტორიები, არის ქალაქისთვის პოტენციალი, რომ ეს ქალაქი ცოტა მაინც გავამწვანოთ და ოდნავ მაინც დაუახლოვოთ იმ ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მინიმუმს. ჩვენ ამ მინიმუმს ჩამოვრჩებით 3-ჯერ და რაღაც არეალებში 4-ჯერ. შესაბამისად, სერიოზული პრობლემაა და ამაზე აუცილებელია, რომ დღეს არსებული ქალაქის მმართველობა დაფიქრდეს, სერიოზულად შეხედოს და აი ეს პოზიცია, თავის მართლების პოზიცია არ დაიკავოს, რომ არ ხდება არავითარი ქაოტი და ქაოსი რეალურად და ქალაქს პრობლემა არ აქვს. ქალაქს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ გამჭიდროვების, მშენებლობის გამჭიდროვების მიმართულებით, ეს ემატება პრობლემებს. გამოსავლის სურვილს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. მადლობა ძალიან დიდი ანა, ტრადიციულად საინტერესო აქცენტებისთვის. არის თუ არა დედაქალაქისთვის ქაოსური განაშენიანება მნიშვნელოვანი გამოწვევა თემაზე ურბანისტ ანა ბიბილაშვილთან ერთად საუბრობთ.